ეს მონადირეების არხია. მე მარლენი ვარ. ამ არხის ავტორი და წამყვანი. ვნადირობ, სადაც დაშვებულია ყველგან და ყველაფერზე, კანონის ფარგლებში. ვეძებ, ვეცნობი და ვიღებ თქვენთვის საინტერესო, გამორჩეული ისტორიების და უნარჩვევების მქონე ხალხს. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. მოგესალმებით მაღაზიათა ქსელ კალიბრის ფილიალიდან, რუსთავის ფილიალიდან, რომელიც მდებარეობს კოსტავას 23 ნომერში, ქალაქ რუსთავში. ქალაქ რუსთავში. ეხლა მოდი შევეხოთ ჩემო ძვირფასო მეგობარო ერთ ძალიან საინტერესო საკითხს, რომლითაც ჩვენი სოციალური ქსელი, ეგრეთ წოდებული YouTube აწარიალა ხალხმა და რადგანაც ითხოვს, რომ იქნებაო და დეტალურად გვაჩვენოთო, როგორ შეიძლებაო, რომ ხრახლულიან თოფს მოემსახუროთ სწორად და თან ბევრი გაფუჭდაო ამ უცოდნობის გამო. ასეც ეწერა იქ მახსოვს მე ეს კომენტარი და პირველ რიგში მადლობა კომენტარის ავტორს, რომელიც სახელიც ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ მინდა აღნიშნო, რომ მართლა საჭირო თემაა და ზოგი ძალიან ისე უდიერად ეპყრობა ხრახლულიან ზოგადად იარაღის წმენდას და წმენდის წესს და ხშირად ყოფილა ხოლმე რომ მართლა დაუზიანებიათ ამ ვითომ და გაწმენდის დროს იარაღები. აი როგორ შეიძლება რომ დაზიანდეს? რა შეიძლება რომ მოხდეს? უყურე არსებობს საწმენდ საშუალებები ძალიან ბევრი ტიპისა რა. ერთ-ერთი მათგანი არის მაგალითად ტუტაშემცველი ზეთები, რომლებიც განკუთვნილია ლულიდან ნამწვისა და ეგრეთ წოდებული ნაგლესის მოსაშორებლად. როცა ამ ზეთს უცოდინარობის გამო ხმარობთ როგორც შესაზეთს და ასევე საკონსერვაციოს და დიდი ხნით ჩერდება იარაღზე, ეს ტუტაშემცველი ზეთები იწვევენ ლულის მეტალების კოროზიას. აბოჭებს რა. აი ძალიან საინტერესო მომენტი არის. მე არაერთხელ შემეკითხა ადამიანი, როგორ შეიძლებაო, რომ მოხდესო ესეთი რამე, რომ ერთი და იგივე ზეთიო, კიდევაც აკონსერვებდესო, კიდევაც წმენდესო, კიდევაც ესეთი ზეთები, რომლებიც წმენდავენ და აკონსერვებენ, არის ეგრეთ წოდებული უნივერსალური ზეთები, მეორე სახელიც ქვიათ ნეიტრალური ზეთები და მესამე სახელიც ქვიათ უბრალოდ საკონსერვაციო ზეთები. ანუ არსებობს. არსებობს, რა თქმა უნდა არსებობს. გვაქვს ჩვენ რამდენიმე, აი უყურე მაგალითად უნივერსალური ზეთი, აი ეს უნივერსალური ზეთი ეს ბალისტოლასოცი ხო. და როგორ უნდა მიხვდეს რომ უნივერსალური აზე დაწერია? ნულოვანი H pH-ი აქვს რა. აი ამაზეა ლაპარაკი, ხო ესეა? ხო. შეიძლება დაწერია ხოლმე კიდევ უნივერსალური ზეთი. როცა აწერია ტუტაშემცველი ზეთი ან შეიძლება ზეთი არ იყოს, ანუ ლუბრიკანტი არ იყოს, მაგრამ იყოს სპეციალური სითხე, ეძახიან შხამებს ეძახიან რა, შავი ლულის აწმენდად იყენებენ და დიახ. ასეთი ზეთებიც არ შეიძლება რომ დიდი ხანი გავაჩეროთ ლულის ზედაპირზე, იმიტომ რომ უბრალოდ დაჟანგოს. გასაგებია. უბრალოდ დაჟანგოს რა. მაგრამ ჩვენ ახლა შვიდან დავიწყეთ ეს ყველაფერი და მინდა რომ თავიდან დავგვეწყო. როგორც მოგახსენებათ იარაღები, რამდენიმე კლასიფიკაციას სამოქალაქო საბრძოლო იარაღებზე მოხსოვს, რამდენიმე კლასიფიკაცია არსებობს. არის ხრახლულიანები, არის გლულულიანები. ამათი წმენდის წესი განსხვავებულია ერთმანეთისგან. თუმცა თუ გლულულიანსაც იგივე თანამდებობით გავწმინდავთ როგორც ხრახლულიანს, იმით არაფერი არ დაშავდება. უბრალოდ უფრო ასე ვთქვათ, შრომატევადი იქნება გლულულიანის წმენდა, იმიტომ რომ გლულულის შემთხვევაში ჩვენ გასაფრთხილებელი არაფერი არ გვაქვს, ერთი ქრომით დაფარული შიდა ზედაპირია, რომელიც კარგად უნდა ჩაიხეხოს. სანამ წმენდას დავიწყებთ, აუცილებელია რომ დავწმუნდეთ, რომ იარაღი არის განმოხტული, ლულაში არ დევს ვაზნები, არც ფიჩი არ არის ვაზნები და აუცილებლად კიდევ უნდა გავამოხვილო ყურადღება ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტზე. იარაღის წმენდა აუცილებლად უნდა მოხდეს ღია სივრცეში, რომელიც კარგად ვენტილირდება და აუცილებლად უნდა ქონოთ ხელები დაცული რაიმე ესეთი დამცავი ხელთათმანით, მაგალითად სილიკონის ან რეზინის ეს აუცილებელი არის თუ უბრალოდ აუცილებელია. აი ბალისტოლის შემთხვევაში ეს აუცილებლობა არ არის, მაგრამ მარტო ბალისტოს ხო არ ხმარობს ხალხი. ეს ქიმიური შენაერთები ძალიან ხშირად არის. აი მაგი დამაინტერესა ზუსტად მე მახსოვს შენ ერთ-ერთ ვიდეოში ჩვენ გვითხარი, მაშინ მე გამბავი არ ვიცოდი, რომ თურმე ბალისტოლი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლითაც ჭრილობების დამუშავებაც კი შესაძლებელი არის ველურ პირობებში თუ რაღაცა ნაკვენი ჭრილობის
მოსავლეს ხართ გამოიყენება. იმიტომ ახლა ყურადღება გავამახვილე მაგაზე, რომ ხელთათმანები კეთდება, ესე იგი ისეთი შხამ ქიმიკატების ხმარების დროს, აი მაგალითად ამიაკის შემცველი საშუალებებია, რომლებიც ძალიან ეფექტურად აცილებენ ლულის არხიდან ტომპაქსა და სპილენძის შენადნობებს, რომლებიც სროლის დროს თუ თანამდებობაში ეგლისება ლულში დაარხს და რჩება ზედ. აი ძალიან მიკრონების დონეზე ხდება ამ ასე ვთქვათ ნადების დადება ამ ლულში დაარხსა, მაგრამ როცა ინტენსიური სროლები ხარ დაკავებული, ეს მიკრონების დონის ნადებიც უკვე საკმაოდ შემაფერხებელია ტყუისთვის, რომელიც მოძრაობს ლულის არხში. გასაგებია ნებისმიერი სანადირო სიტუაციებში ეგ რამდენად მნიშვნელოვანი არის? აი მაგალითად სანადირო სიტუაცია, ხო რა თქმა უნდა, სიზუსტეს კარგავს სამ დროს ლულა და გარდა ამისა კიდე ლულიში დაარხი ზიანდება და როგორ ზიანდება, მაგ მექანიზმსაც მარტივად აღიხსნით, როცა ხდება ლულის შიდა არხის მოტომპაკება, ეგრეთ წოდებული ტომპაკით მილესვა ან გაგლესვა ან ტყვის თხელი ფენით გაგლესვა, მაგრამ მონადირეები, რომლებიც კარგად ულიან თავის იარაღს ხშირად ნახავდნენ ჩახახვის დროს თუ რამდენი ნაფხვენი გამოდის ლულიდან საფანტის ნაგლესისა. სეზონის ბოლოს რა საკმაოდ ბევრი ნაფხვენი გამოდის შავი ფერის. ხო და ეს ნაფხვენი ტყვის ნაფხვენი ფრადვილად სცილდება, მაგრამ ისეთი მკვრივი მეტალების ნაგლესი როგორც ატომპაკი და სპილენძი ცოტა უჭირს. გასაგებია. ხო და სწორედ ამიტომ საჭიროა ქიმიური საშუალებები, რომლებიც მოუარბილებენ ამას. როცა ეს ნადები ლულაზე ხდება, მოდება ამ დაუშვათ სპილენძის ფენისა, ლულის კედელსა და სპილენძის ფენას შორის ხდება შეჭრა ჰიგროსკოპული და აგრესიული ნივთიერებების, რომლებიც იწყებენ იქ კოროზიებს. გასაგებია. აი ამ ფენებს შორის ხდები და უკვე იქ ადგილას ხდება ღრმული. ის უნდა მოვაცილოთ ის, რომ ლულა იყოს ღია მაქსიმალურად და გაიწმინდოს და თან განეიტრალდეს მეორე შიდაურობა. წინააღმდეგ შემთხვევაში წინაღობას განიცდის ტყვია, რა თქმა უნდა, ლულაში გავლისას, ხო და ის ნაჭედებიც კარგავენ თავის ფორმას მოიხსენებათ, რომ ყველა ნაჭედები გარდა პოლიგონალური ნაჭედებისა ლულაში ნარესებს ოძახიან აგროს ნარესებს. არის სწორკუთხოვანი, ანუ ბასრიკიდეები აქვს, სადაც აი ბასრიკის კვადრატი წარმოიდგინე და კუთხე აქვს ბასრი, რომელშიც ტყვია ჯდება და მიცურავს და თავის ღერძის გარშემო განიცდის ბრუნვას. ანუ აიძულებს ლულა აიძულებს ტყვიას ბრუნვას ესე. ბრუნვა ხო ლულიში დაარხი ის ნარეზი და როცა ეს მოცდება უკვე ეს ნარეზი ან შეივსება ის ველი ნარეზებს შორის ველი, დაჭერებს შორის ველი, შეივსება ტომპაკის ან სპილენძის ნარევით უკვე როგორც ბანკანაზე პროტექტორი გაწვდება რა, ისე ხდება ის ნარეზის და უკვე იწყებს ტყვია თანაბარი სიჩქარით ბრუნვას ან ვერ დატრიალდება საერთოდ და ხშირად ეძახიან ხოლმე მსროლლები უთო გააკეთაო, ანუ მასრულმა ტყვია მოხდება შუბლით, გვერდულად მოხდება ანასი. და უთოს გეგონება უთო. აი უთო დაადესულოთ ისეთი ხო და ნამოხვილები ვართ ეს მსროლლები და უთოს გაუკუთოს ანუ ლულამ უკვე განიცადა ცვეთა და ვეღარ იჭერს ტყვიას თავის ღერძის გარშემო ვეღარ ატრიალებს. ანუ იმ გიროსკოპულ სიმდიდრეზე იკარგება ფაქტიურად ტყვის, ესე იგი. გასაგები არის. კარგი, ეხლა მე მახსენდება ესეთი სიტყვა, შენ ადრე გაქვს ჩვენს ნათქვამი, ესეთი რამ, რომ თუ ხრახლულიან ლულას ვეხებით, ასე ვთქვათ, საწმენდად, ძალიან მნიშვნელოვანი არის დავიცვათ რაღაცა გარკვეული წესი. და ეს წესი არის ცალი მხრიდან გავდივართ მხოლოდ მეორე მხარეს და არავითარ შემთხვევაში უკან აღარ ბრუნდებით, ხო? რა პროცედურა არის თუ შეიძლება რომ ეს ვიზუალურად ძალიან ბევრი მოიცის და მე მგონი ჩემი ლაპარაკი აღარ საჭირო, მაგრამ ის ვიტყვით ორი სიტყვით ვთქვათ, რომ ხრახნელულიანი იარაღის ჯერ იქიდან დავიწყე, რომ ხრახნელულიანი იარაღის ლულები ყველა ერთნაირი არ არის, ანუ ყველა ერთი წესით არ მზადდება რა. შეიძლება შეფთოს ხრახნელულიანი იარაღი, რომლის თვითონ ლულა იყოს ქრომირებული, მაგრამ სავაზნე არ იყოს ქრომირებული. ასეთ ლულებში აგრესიული ნაერთების, ქიმიური ნაერთების ხმარება არ არეკომენდირებულია. ან უნდა დაიცვა ესეთი წესი, აიყიდება სპეციალური, ასე ვთქვათ, მოწყობილობა, რომელიც იდება სავაზნეში და მე ხდება უკვე იმ მოწყობილ პლასმასის მილივითა, რომელიც სავაზნეში იდება და პირდაპირ წვდომას გაძლევს უკვე ლულასთან, სავაზნესთან აღარ. ანუ ის ქიმიური საშუალება გაივლის, ოღონდ ისე არ შეეხება სახაზინო ნაწილს და პირდაპირ მოხდება ლულაში. ლულა ქრომირებულია, იმ ქიმიას ქრომირებული ადვილად უმკლავდება, ანუ ორგანიზმის რამე შედაზიანება და ხდება ისე წმენდა.
თუ დარწმუნებულები ხართ, რომ თქვენი ლულის იარაღი არ არის ქრომირებული. თუ საერთოდ არ არის ქრომირებული არც ლულა და არც ხრახნი, მაშინ ჯობია რომ ასეთ შემთხვევაში დაბალ პროცენტიანი ქიმიური საშუალებები, აი თუნდაც ამიაკის შემცველი საშუალებები, ან თუნდაც ტუტე შემცველი ზეთები იხმაროთ, რომ პროფესიონალებს ახლა იციან როგორ და რანაირად მაგალითად, მაგრამ დამწყებ მოყვარულებზე მაქვს საუბარი, დიდი ხნით ასეთი ზეთის გაჩერება ლულაში არაფერს დებით არ შეიძლება. მაქსიმუმ რამდენიმე წუთი რა, ნახევარ საათამდე მომენტზე მაქვს საუბარი, რომ და რამდენჯერმე უნდა გაიმეოროთ და ყოველი გაწმენდის შემდეგ უნდა განეიტრალდეს აუცილებლად უნდა განეიტრალდეს ან გაირეცხოს ლულა. ასეთ საშუალებებია მაგალითად ამიაკის შემცველი ზეთები და გვაქვს კიდე გაუმარჯოს. მოგესალმებით მეგობრებო. გვაქვს კიდევ ეგრეთ წოდებული ტუტე შემცველი ზეთები, რომლებიც თავისუფალ გაყიდვაშია და ზუსტად ამ ზეთებზე მქონდა საუბარი, რომ აუცილებლად უნდა იყოს დაცული ხელთათმანები და თუ ასეთი ზეთები არის აეროზოლური, პირბადეც საჭირო იქნება რა და აუცილებლად უნდა ნიავდებოდეს რომ სასუნთქი გზების დაზიანება არ მოხდეს და ინტოქსიკაცია არ განიცადოს ორგანიზმმა. თვალები უნდა იყოს დაცული, ხელები უნდა იყოს დაცული, სასუნთქი გზები უნდა იყოს დაცული. და უნდა ნიავდებოდეს გარემო და სასურველია ბავშვები არ იყვნენ ახლოს, იმიტომ რომ ბავშვები ყველაზე ასე ვთქვათ მეტად განიცდიან ამ ქიმიოსაშუალებებს. გასაგები არის. კარგი, შეიძლება რომ ვიზუალურად ვიხილოთ თვითონ გაწმენდის პროცესი? ბატონო, რა პრობლემაა არანაირი. ეს არხი მონადირეებისა. Adventures Live Geo. სანამ იარაღის წმინდას დავიწყეთ, მინდა ორი სიტყვით შევმატო კიდე ინფორმაცია ამ ვიდეოს, რომ იარაღის წმინდა ყოველთვის ასე ვთქვათ განიცდიდა განვითარების ეტაპებს და იყო დრო რუსის ჯარში აგურით ხეხავდნენ იარაღის ლულებს, მართლა ასეთი წესი იყო და გახერხილი იყო, მაგრამ ამან რო შედეგი არ გამოიღო და სხვა ახალი მეთოდით დაჭირდათ იარაღის მოლა, ნელ-ნელა განვითარდა. მე იმის თქმა მინდა, რომ აი ამერიკაში მაგალითად აპრობელებული წესია საბრძოლო იარაღის საპნიანი ხელწილ გარეცხვა მაგალითად მექანიზმის. საპნიანი ხელწილ თირესხება, მე შრება და ის საკვანძო დეტალები სადაც ხდება, მოძრაობა დეტალებზე იზეთება, ლულა მშრალდება და ისეხმარობენ. გითხარი კიდევ ადრე მაშინ და ვიდეოში ძალიან ლამაზად ხონდა ჩართული ეს მომენტი, თუ გახსოვს, ერთ-ერთი პირველი ვიდეო იყო ულტრაბგერით წესით რეცხვის შესახებ ქონდა ეს ამას ადრე კონჭდელები იყენებდნენ და უფრო სხვა სფეროს ხალხი, მაგრამ მიხვდნენ რა, რომ იარაღი ძალიან კარგად იწმინდება ამ ასეთი მეთოდით. არის სპეციალური ულტრაბგერითი ვანები, სადაც იძირება დეტალები, იარაღის დეტალები და ულტრაბგერების საშუალებით ძალიან ხარისხიანად ხდება იარაღის წმენდა ზოგადად. იმ ყოველგვარი უცხო სხეულების მორიდება, მოცილება და ფაქტიურად ქარხნული სუფთა იარაღი ამოგვაქვს ვანიდან. მე ხდება ამისი ჰაერით დაჰაერება, ანუ ზედმეტი სითხის გაცლა, მე შეზეთვა და ანუ ასეთი მეთოდით არსებობს. დღევანდელ დღეს ჩვენ რა მეთოდს ვხმარობთ? ჩვენ ალბათ ერთ-ერთ ყველაზე ძველი მეთოდს ვიხმართ იარაღის გასაწმენდად, ჩვეულებრივი ეგრეთ წოდებული ზუმბითა და სახეხით თავაკებით. ნეიტრალური ზეთის გამოყენებით. და როგორც ასე მივყვეთ თანამდებობას, პირველ რიგში ვხსნით ჭიც და ვამოწმოთ ლულის არხს. როში არ არის ტყვია, ეს უსაფრთხოების ამბავი. მე ახლა ეს უნდა დამეწყო როგორც გიხადაგეთ ხელთათმანებით და პირბადით და მთელი ამბები, მაგრამ ჩათვალეთ რომ მიკეთია რა. გადაღების დროს არ მაქვს საშუალება და აუცილებლად ინტეგრირებული ღია სივრცე უნდა იყოს, რომ ეს გაზები და ნაგროვი ჰაერი არ ყლაპოთ, ასე ვთქვათ. ჩვენ ჯანმრთელობისთვის ვიზახი. იხსნება საკეტი. თუ ასეთი საკეტები არსებობენ, რომლებიც მარტივად იშლება და შეიძლება დაშლით გაიწმინდოს, შლით და ისევ წმინდავთ. მე რამდენჯერმე ვნახეთ ეს საკეტები მაგალითად და რამდენიმე იარაღის საკეტი, რომელიც ძალიან მარტივად გაუმარჯოს. ხდება დაშლა და გაწმინდა. თუ არა და დიდი წნევით აეროზოლური საშუალებებით გავაცილებთ ზედმეტს ყველაფერს. ეს გვერდზე გადავდოთ. დავწუნდებით რა, რომ ლულის არხი არის ცარიელი, სუფთა. იღეთ სამაშო ზუმბას და ყურადღება მიაქციეთ, რომ ზუმბა 3 ჭხირისგან შედგება და ერთ-ერთ ჭხირზე უფრო ვიწრო ხრახნი აქვს დატოვებული. აი შეადარე ეს ორი ხრახნი.
აი ერთხანხნიარი თავაკების გასაკეთებლად ეს გადასაბმელად და განსხვავდება თქვენցიან დააკვირდი. შეიძლება თვალეთ კი, ჩანს. ხო, ცოტა ჭირდეს, მაგრამ მოკლედ ისე უნდა მოიქცეთ, რომ ის წვრილი ხრახნიანი თავაკი მოხდეს ჩხირის თავში. შემდეგ ლულა უკვე დათვალიერებული გვაქვს. შემდეგ უკეთებთ ჯაგრის და ვაყრდნით ერთი მიმართულებით. ეს რა ტიპის ჯაგრისი? ეს არის ცელოიდის ჯაგრისი, ეს არის მყარი არა მყარი ჰიგროსკოპული ნივთიერებების სულიდან მოსაცილებლად, ანუ რომლებიც მიკროული არ არის ჯერ ლულაზე. ანუ ისე ჩარჩენილია ლულაში, მაგალითად დენთის დამწვავი მაგალითად. ბიახ. აი ხო დააკვირდით, რამის გაიტანს. და აუცილებლად სახაზინო, ლულის სახაზინო ნაწილიდან ლულის ჩქენი გაგვაქვს. დააკვირდი აქედან მივაწვევი. და არავითარ შემთხვევაში ლულიდან უკან აღარ გამოვხდით, იმიტომ უკან შემოიტანს ყველაფერს მერე. და ვიგრძნობთ, რომ ჯოხი დაიწყებს ბრუნვას ლულის ხრახნების მიმართულებით, როგორც კი აბრუნავს ისე. ალბათ წინიდან დავინახავთ, რომ გამოყურეს ახლა რაღაცეებს. აი დააკვირდი. გავიდა, ხო? ამას მოხსნით აქედან. გამოვიდანთ და რამდენჯერმე ვაკეთებთ ასეთ სვლას. გარდა ამისა კიდე ეს წმენდის დროს, როცა წმენთ იარაღს. მაგრამ როცა იარაღი არის ქარხნული, იქ აუცილებელია კიდე რომ ლულა თბილი წყლით, საპრიანი წყლით ჩაიხეხოს, რომ ლულა საკონსერვაციო ზეთი ჩაიხეხოს თუ ჩაირეცხოს? ჩაირეცხოს. აი ყურე ჯოხზე შერჩა ახლა ეგ ცოტა დაუმწვავი დენთები და ხელზე სამყვება. აი ეს არის დაუმწვავი დენთის კვალი. ნე. ცოტა ისეთი ხილვადობა ჭირს ახლა, მაგრამ ნუ ისაც გქონიათ 22 ლერი და ხშირად გესვიათ, ალბათ დაკვირვები ხართ, რომ აქ სახაზინო ნაწილში იცხოვე ჩაბნევა აი დენთის დაუმწვავ დენთმა. გავაგრძელებ იმაზე, რომ საუბრობდი, როცა ახალი იარაღი აუცილებელია, რომ თბილი საპნიანი წყლით ლულა ჩაიხეხოს შიგნიდან, მე აუცილებლად გამშრალდეს, მე აუცილებლად ისე ნეიტრალური ზეთით ჩაირეცხოს და გამშრალდეს. აუცილებლად ნეიტრალური ზეთი. ნეიტრალური ზეთი აკეთებს უკვე იმას, რომ ჩვენ გამშრალებულ ლულას, წყლით გარეცხვის შემდეგ გამშრალებულ ლულას იდეალურად მაინც ვერ გავამშრალებთ. და დარჩება მაინც წყლისვეთები და ეს ზეთი უკვე ისეთი თემაა, რომ ამ წყლისვეთებს მიერთებს და ერთიანად გამოდევნის ლულიდან და საშუალებას არ მისცემს, რომ წყალმა იმოქმედოს უკვე მეტალის დეტალებზე და წერტილოვანი კოროზიები გააჩინოს. ეს არხი მონადირეებისა Adventures Live Geo. ახლა ჩვენ აქ დემონსტრირება გავაკეთეთ შეომარლენ მსუბუქად დაბენზურებული ლულის წვენისა, მაგრამ როცა ლულა არის ახალი, ქარხნული და ნასრულები არ აქვს ჯერ გაკეთებული გადაგახსნა საკუთარ სეროზებზე დემონსტრირებელი, იქ ცოტა რთული პროცედურებია, როგორც აღიხსენეთ ხელი წყლის ჩახეხვა, მერე ჩამშრალება, მერე ნეიტრალურ ზეთით ამ ყველაფერს გასუფთავება და მერე უკვე სროლების დაწყება, მაგრამ ამითაც არ მთავრდება ყველაფერი. როცა ახალია ლულა, მაგალითად ისეთ კალიბრებზე, როგორც 300 და ზევით უფრო და ხდება ლულის მოთელვა, ყველა მესამე გასროლის შემდეგ აუცილებელია, რომ მსუბუქად გავწმინდოთ ლულა. მსუბუქად გაწმინდა რას ქვია? ამ სროლების დროს, ასეთი სროლების დროს ლულაში მართალია სპილენძისა და ტომპაკის ნადები ვერ გაჩნდება, იმიტომ რომ 3-4 გასროლი არ ხდება ამი. მაგრამ შიდ ლულაში დარჩება აუცილებლად ნამწვავი ფრაგმენტები, ნამწვავი უცხოეულები, რომლებიც უნდა გაიწმინდოს აი მეთოდით როგორც გაჩვენე რა, თქვენ გადავდა გავიდეს ეგეთ რომ მომდევნო ტყვიისთვის არ გახდეს შემოფერხებელი გასროლის დროს. თუმცა ლულა ითელება, მაგას ვიძახი რა. ანუ მოთელვა რას ნიშნავს? მოდი ხაზგასმით აღვნიშნოთ. მოთელვა არის ლულა, ასე ვთქვათ, ლულას ვარგებთ ვაზნას თუ ლულა ერგება ვაზნას? აი ვაზნას ვარგებთ ლულას. ანუ ლულას და ვაზნას ვაჩვევთ ერთმანეთს. აი ეგ სიტყვა ვერ გავიხსენე ვერაფერ. ვაჩვევთ რა, აი სხვანაირად არ გამოხოს სხვანაირად, როგორც ძაღლი ხوار არის მიაჩვევა, მაგრამ ნუ ვაჩვევთ რა. და მოთელვის მთავარი შინაარსი არის ის და მოთელვა მაშინ იქნება სრულფასოვანი, როცა ერთი ტიპის ვაზნებით ხდება ლულის მოთელვა. ანუ მე რო აურიო ახლა ბარნაულის, ერბელოტი, ფედერალი, ვინჩესტერის ვაზნების არგულად ვისროლ, ეს ლულა არ მოითელება.
იქ ხაოსი მოხდება რაღაცა, რავი, შეუძლებელია. მაგრამ როცა აი ერთი ტყვიას ავეჩეთ, მაგალითად, იცი რომ ფედერალის ვაზნებით უნდა ვიხმარო 165-170 გრენიანი ტყვიებით უნდა ვიმადირო, გადაწყვეტილი მაქვს და აი ამ ტყვიებზე ხდება ლულის მოთელვა, შემდეგ ოპტიკის გასწორებაზე, ზეროების და დასმა და უკვე ვიცი რომ ფედერალის ტყვით მე ეს იარაღი ამ შედეგს მაძლევს და ეს ძალიან დიდი სიამოვნება ნადირობის დროს. როცა იცი შენ იარაღი რისი მაგნესია რა მანძილებზე და უკვე რო აი სამეზეზე რო ყავს აკონდელი და ყო რო იცი რომ ჩანსი არა აქვს ამას. აქ მომე ხომ ესე შეგზნება რომ აი დარწმუნებული რო ვარ რომ თუ რაღაცა მეხი არ დამეცა ფეხზე ან თავზე ან რაღაცა რა მომი და აი იმას შანსი აყვანილი ყავს და როცა არეული გაქვს ვაზნა როცა არ იცი იმ ვაზნის ფრანის ტრაექტორია შენი თოფიდან როგორ შენი ლურიდან როგორ იცვეს იმ ტყვიას უყურებდა რაღაცნაირად გასაგებია. ერთი კითხვა მაქვს ასეთი. დაუშვათ მოვაჯინეთ რაღაცა ერთი წარმოებლის ვაზნაზე ჩვენი ლულა. შემდგომ დაუშვათ გავიდა რაღაცა გარკვეული პერიოდი და ნუ რაღაცა ეჭვი შევიტანე რომ აი მთლად ისე ვერ ისვრის რა ამ ვაზნას და მინდა ეხა სხვაც მოვსინჯო. აი მაგ დროს რა ხდება? სიტყვაზე რამოდენიმე ვაზნას ვეძებ და ვეძებ რას? რომ რომელს უკეთესად გაისვრის. აი შემდგომაც შეიძლება კიდე მოჯენა? კი, თავისუფლად. თავისუფლად? კი, ლულის რესურსი ამის საშუალებას იძლევა. გასაგებია. და კიდე ხშირად მეუბნებიან ხოლმე, რამდენი აქვს ლულოს რესურსი, რამდენი ხალხო ხახტენ ლულიან იარაღს, იმდენი აქვს ლულის რესურსი, რომ ჩვეულებრივი მონადირე. მე ხას უსვამ, მე ვარ აფეკვდები არ მოვა, უყვართ ხოლმე რა. ჩვეულებრივ მონადირეზე მაქვს საუბარი. მე სპორტულ სროლელზე არ მაქვს საუბარი დღეში, რომ შეიძლება 1000 ვაზნა ისროლოს. არა. ჩვეულებრივი მონადირე იმ რესურსს ვერ ამოწურავს. სრული ცხოვრებაში. არა, შანსი არ არის. ფაქტიურად. და თუ სპორტული სროლელია და ყოველდღე უწევს სტენდზე სროლა, მანძილებზე სროლა, ასე ვთქვათ, ის უკვე სხვა თემა, იმას ის მაღაზე არ ვთვლი, იმიტომ რომ მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებმაც ამოუწურეს. პერსიმეც ვარ, ერთი ამოწურული იყო, რომ ძალიან ბევრი სროლა და ამოიწურა რა, ნუ მივხვდი რომ უკვე აურია ჯგუფებმა, ვიცი რომ ეს უნდა რაც მეც გაიეს რომ უკვე დაიღალა. ნუ მოითელა და იცი რა არის მარტო ლულის სვეთაზე რო არ მქონდეს საუბარი ზოგადად წარმოდგენა რომ შეიქმნას დამწყებ ბევრმა იცი მაგრამ დამწყებ ესე ცოტა ისე ახალგაზრდა ვარ გვაქვს რომ ლულა სროლის დროს ძალიან მალე ცხელდება და ასევე განიცდის გაციებას მარტო გახურება გადაციებით იღლება ლულის მეტალი ყველაფერს სვეთასო თავი დავამნებოდა იმ კოლოსალურ წნევასო თავი დამონებოდა რომელიც ლულის არხში წარმოიქმნება გასროლის დროს თან არ დაგავიწყოს ეტაპობრივად კი არ წარმოიქმნება ეს წნევა მყისიერ წარმოიქმნება წნევა ანუ ლულა არის ნეიტრალური წნევის ქვეშ და უცბად აი ამ ხელა წნევა რომელიც აყვანა ჯოულებში რავი 3000 ჯოულს რო ენერგიასო წარმოქმნის ის ტყვია ამ ხელა წნევა უნდა შეიქმნას ლულაში ერთი კითხვა მაქვს რა VD40 იარაღთან როგორ არის? ძალიან კარგად VD40 საწმენდის საშუალება არა, ახლა ვეუბნებით, არც ლუბრიკანტი არ არის. VD40 არის იდეალური საშუალება. მაგალითად დასველებული იარაღის იმ წყალს გამოდევნის მექანიზმიდან ლულებიდან და ზედაპირული კოროზიას ძალიან მალე აცილებს. ძალიან კარგი. მაგრამ საწმენდის საშუალება არა ამაინც. არ არის. აი ნუ აი მიასხე VD40 და მოყოფილიყო რა. ერთი გაწმენდა უნდა გააცალეს ჟანგებს გააცლის, მე აუცილებლად ნეიტრალიზაციად დავჭირდება რომ შეზეთო. და ნიავზეთ იარაღი არ უნდა ჩახუთო რა რომ ნიავმა გავუაროს გაშრეს. ანუ ეს იმას ნიშნავს რომ შალითაში არ არის აუცილებელი და მე კარადაში შენახვა ხო? შალითაშია იმ შემთხვევაში იარაღი როცა ვიცით რომ აი და გაიწმინდა გაშრა ჰაერზე ქონდა შალითაც გამშრალია და ნესტს არ შეიცავს ისეთ ადგილას ვინახავთ სადაც ნესტის შემცველი არაფერი არ იქნება იმიტომ რომ შალითა ხშირად ეგრეთ წოდებული სინესტის მაგროვებელია. ხო, მაგროვებელია. გუკი და რაღაცეებით და ის გინდა არ გინდა ჰიროსკოპული თვისებები აქვს. ჰაერიდანაც მიიტაცებს იმ ეს რა და უკვე შეგინთ უკვე იქნება ესეთი ასე ვთქვათ ურსულად პარნიკოვი ეფექტი ქართულად სატურის ეფექტი ხო. ხო ანუ ერთ ტემპერატურა შექმნის და ნესტია შეგინდა იდეალური პირობაა რომ ნელ-ნელა იარაღმა დაიწყოს წერტილი გაუთდება, მე გადიდება ეს წერტილი გადიდება, ბევრს ვთქვია რომ კაბურაში მეთოდები გაწმენდელი თopik ახსენე ჟანგიანი და დიახ. ეხლა კიდევ ერთი კითხვა ხო ნადირობის დროს უცხაწადი ნახე შენ იარაღი მეთქვი და აი გაუსწრა. კიდევ ერთი შეკითხვა არის ესეთი. არაერთხელ მსმენია რა 1000 საწმენს უკეთებთ რეკლამასო.
პაპაჩემიო ნავთით წმენდაო. კი ბატონო, აგურთაც წმენდა, უითხარცა. რას ვიტყვით? ნავთით შეიძლება წმენდა? კი, იდეაში კი შეიძლება. ნავთიც როგორ თემაა, იცი, ნავთი თავის შემცველობით, ესეც ბიოპროდუქტია და გავიწყდეს ეს ნავთობისგან ძალიან ბევრი პროდუქცია მიიღება, მათ შორის პლასმასები და ძალიან კარგი ჟანგის გამხსნელის საშუალებაა. თანთხევადია, ძალიან მსუბუქია და ყველგან შეიძლება შეძურეს, მაგრამ აი უნივერსალური საშუალება რო არა, ყველა ხვდებით, ხო? ეს არის უბრალოდ თუ სხვა საშუალება არა გაქვს, რატომ დააყრლო იარაღი ნავთით. გარდა მაგისა კიდე, თუ მონადირე ხარ, ყოველთვის ვცდილობ, რატომ უკეთებ ბალისტოლს ყოველთვის რეკომენდაციას ხომ რომ წიწვის სუნი აქვს და ტყეში გავლისდას იმ რაღაც საშინელ სუნებს არ ისედაც ბევრი სუნი მიიღო ტყეში. ნომერში 4 ხარ და კიდე ნავთის სუნი აგდის კიდე ეგ და მე არ მოვიდა ნადირიო რაღაცა აღარ მოგაგიკვირდეს მე რა. იმ ნავთის სუნს გზნობს შეიძლება კილომეტრზე იგზნობს და. კარგი, შემდეგი კითხვა. ძალიან თვალსაჩინო. ამ საწმენდი საშუალებებით რომლითაც ვწმენდთ ლულას და მექანიზმს. შეიძლება თუ არა კონდახები ვწმინდოთ ხის. ბალისტოლით კი, თუმცა მე ადრეც ვთქვი და ეხლაც ვიმეორებ, ბალისტოლი და ნებისმიერი სხვა აი ქიმიური საშუალებები მოვერიდოთ რომ კონტაქტი კონდეს კაუჩუკის რეზინის ჩანართებთან, იმიტომ რომ ძალიან მალე ხსნის ამ რეზინებსაც. შლის ასე ვთქვათ რა. ესეთები არის უნიკალური გამხსნელები, იმიტომ არის კარგი ზეთი, რომ უნიკალური გამხსნელი, ანუ გამხსნელში თავს გულისხმობ. ერთ-ერთი საუკეთესო გამხსნელია იმ ჰიგროსკოპული მარილებისა, რომლებიც შეიძლება ლულაში ჩარჩეს. გარდა მაგისა, ჩვენ გვაქვს ხშირად ტყვიები, რუსული წარმოების ტყვიებიც, მათ შორის ზუსტაურელერებიც, რომლებიც ეგრეთ წოდებული კოროზიული ტყვიებია, 555 მაგალითად. ის ტყვია თავისთავად უკვე ჟანგი წარმომქმნელია. თვითონ ლულაში, ნამწვავიც. უბრალოდ პისტონი აქვს ისეთი მარილებისგან დამზადებული, რომელიც აალებს ამას, რომ ის ჰიგროსკოპულია და თან ძალიან მალე იწვევს მეტალების ჟანგვას. საშინელად სწრაფად იწვევს მეტალების ჟანგვას და აი ეს ბალისტოლი უკვე და სხვა ბევრი ნეიტრალური საშუალებები ამ მარილებს შლის, ასე ვთქვათ, შლის კომპონენტებად, რომ ის თვისება დააქარგინოს, რომ მეტალი დააჟანგოს. და ამისა იწმინდება გიოქს. შემდეგი შეკითხვა. ლულას რომელი საწმენდითაც შიგნიდან წმენდთ. შეიძლება თუ არა რომ გარე ზედაპირიც გაიწმენდოს. თუ ხმარობთ ლულიში და არხისთვის თუ ხმარობთ ეგრეთ წოდებულ ამიაკიან ტუტე შემცველ ზეთს შიგნით ზედაპირის საწმენდად ის უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი კონტაქტი ლულის გარე ზედაპირიდან საწმენდად. ყოველგვარი კონტაქტი. აი გარე საწმენდისთვის რა შეიძლება? ნეიტრალურ ზეთი, მაგალითად ბალისტოლის უნივერსალი, თუნდაც აი ეს რა ქვია ნეოს უნივერსალი ზეთი, თუნდაც ბევრსაკელი ტრანსფორმატორის ზეთი და ბაბინის ზეთი კი გაწმინდოთ ბაბინის ზეთი და გაწმინდოთ ტრანსფორმატორის ზეთი, ოღონდ გარე და ლულიში ის მას ეფექტი არ ექნება რა, ბევრს ვერებს ვერ იზავს. გასაგები არის. კარგი, ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ დღევანდელ დღეს მე განმანათლე და ჩემთან ერთად ჩვენი მაყურებელი. მეგობრებო, თუ მოგწონთ ჩვენს გვერდში ყოფნა, ძალიან გთხოვთ გამოიწერეთ არხი, ლაიქები არ დაგეზაროთ და მომავალ შეხვედრამდე. დროებით.